მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში ამინდი შეიცვლება და ისევ გაწვიმდება და ისევ აცივდება, დღეს არის ჩვეულებრივი ზაფხული, არაჩვეულებრივი ზაფხულია. მინდა უთხრა პროექციის მაყურებელს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომ დღეს ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, პედაგოგი, სამხალხო განათლების და ინგლისური ენის ნინო მაისურაძე. არაჩვეულებრივი სტუმარი, ძალიან საინტერესო თემებით დაგველოდეთ. გამარჯობა. გამარჯობა. ვიყო თქვენი გადაცემის სტუმარი, არის ძალიან დიდი პატივი ჩემთვის. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და იმედია ვიქნები საინტერესო რესპონდენტი თქვენთვის. შენ მადლობას გიხდი იმისთვის, ნინო, რომ არ გიყვარს კამერები. ცოტა ამ კამერების გეშინია, მაგრამ მოხვედი მაინც ჩემთან გადაცემაში, ძალიან დიდი მადლობა. ახლა ფობია მაქვს და ვარიდებ ხოლმე თავს კამერებს და საინტერესო რა არის, რომ ის ძალა გაქვს, რომ შეხვიდე კლასში და ძალიან ბევრი ვიდეო თვალი რო გიყურებს. ხო, მაგრამ ეს ორგანული გარემოა ჩემთვის, ძალიან იმდენად ორგანული, რომ იქ პირიქით რა, ძალიან თავისუფლდები ყველანაირი კომპლექსისგან. ჩემია. როგორ ხარ? კარგად. საოცარი ამინდი გვაქვს ბათუმში. ბათუმური სითბო და კარგად უნდა ვიყოთ, კარგად. გახსოვს მომენტი, როდესაც გადაწყვიტე, რომ ყოფილიყავი პედაგოგი? აი, იცი რა არის, ესეთი მომენტი არ მქონია, მე მგონი პედაგოგად დავიბადე. მაგრამ აი თავით ვიცოდეს. ანუ ის მონაკვეთი, რომ გადაწყვიტე, რომ უნდა ყოფილიყავი პედაგოგი, სად გაჩნდა არ გახსოვს? არ მახსოვს, იმიტომ რომ ეს იმდენად რაღაც ბუნებრივად მოხდა, ვინმეს რამე დახმარება კლასელს თუ ჭირდებოდა, საღამოს ყველა ჩემთან იყო. აი რა სამო. ხო, ნუ რაღაცა, ყველა არა ეხა დიდი ნათქვამია, მაგრამ კი. აი, სახში ხარ, რაღაცა გვინდა, დახმარება მინდა, დავალება რა გვაქვს და რაღაცა ეს teaching-ია, რასაც ქვია და მასწავლებლობა რაღაცა შინაგანად ისეთ ის მომენტი იყო რა. სულ მახლდა თან ბავშვობიდან. მეზობელ ბავშვებსაც ვეხმარებოდი და რაღაც ორგანული იყო, ესეც დამონებრივი იყო. ნინო, არ შემიძლია არ გკითხო, ვინ არის დღეს თანამედროვე პედაგოგი? იცით, განათლება. თან უნდა მივაყოლო აუცილებლად ის ამბავი მაპატირო გაწყვეტინა, რომ რეალურად ჩვენ ვსწავლობდით სხვა სკოლაში და მე შეიცვალა მთლიანად სისტემა, შეიცვალა სწავლების მეთოდი. თავდაყირა დადგა. და პედაგოგის ფენომენი, ვინ იყო პედაგოგი მაშინ და ვინ არის დღეს? ეს არის ორი რადიკალურად განსხვავებული რამ. კი. აი ნახე, საკმაოდ რთული კითხვა დამისვი და განათლება არის იმდენად რთული თემა, რომ ხშირად როდესაც ამ საკითხზე საუბრობ, ძალიან მოგრძალებულად საუბრობ და ნაკლებად თამამივარ. აი აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ 24 წელია პრაქტიკულად მასწავლებელი ვარ და სხვადასხვა სფეროში მიმუშავია, ხო? სკოლაში, უმაღლეს დაწესებულებაში, მაგრამ მაინც ვერ გაგცემთ თამამად ამ კითხვაზე პასუხს. ტრადიციული პედაგოგი, აი ხა მახსენდება, რომ ტრადიციული პედაგოგიკა რას მოიაზრებდა, რომ ჩვენ 11 წელი, მაშინ 11 კლასი ქონდა, 11 წელი ველოდებოდით, რომ სწავლის ძირი მწარი არის და კენწეროში გატკბილდების და ეს როდის გატკბილდებოდა არ ვიცოდით. პირობითად მოგცემდა მასწავლებელი, ხვალ უნდა ისწავლო, ხვალისათვის უნდა ისწავლო 12 სტროფი ვერხის ყოველსანი, ხო? და რატომ უნდა მესწავლა, როგორ უნდა მესწავლა და ეს მე როდის გამომადგებოდა, მე ეს ჩვენ არ ვიცოდით. ანუ რაში გამომადგებოდა? რაში გამომადგებოდა? აბსოლუტურად გეთანხმებით. ცენტრისტული იყო მაშინ უფრო მიდგომა, მასწავლებელი გავალებდა, ინფორმაციას გიზიარებდა და მაშინდელი პედაგოგის ფუნქცია იგი იყო, რომ ძირითადად ინფორმაცია მოიტანა შენამდე, იმიტომ რომ ფაქტია, რომ მაშინ არც სოციალური ქსელები არ იყო და მაშინდელი გამოწვევა ეს იყო, რომ მასწავლებელს უნდა ქონდა ცოდნა, რომ ეს ცოდნა გადმოეცა. ეგ იყო პედაგოგი მაშინ. ჩვენ კიდევ ველოდებოდით, რომ აი როდის გატკბილდება და ნუ ახლა მაგასთან დაკავშირებით უცებ უბნელები და გამახსენდა ეხლა ფილოლოგი ვარ და ინგლისური ენის ფილოლოგია მაქვს დასრულებული და საინტერესო ფაქტი იყო რომ როცა ჩავაბარებ სწავლობდი ეკონომიკს და სწორად თუ მახსოვს 2 თუ 3 ლექცია მქონდა კვირაში და სწავლობდით ზუსტად იგივე სახელმძღვანელოებით როგორც სწავლობდა ეკონომისტები და არასდროს არ დაგვისვია კითხვა რატომ სწავლობთ და რეალურად მაშინდელი
მაშინდელი პედაგოგიკა მოიაზრებდა და მაშინდელი ესე რა ვთქვათ, შეკვეთა განათლების სისტემის იყო, რომ ჩვენ ქონოდა გლობალური განათლება. ხო? ნუ არ შეიძლება ეხა ეკონომიკსი ისწავლოს უცხოენის სპეციალისტმა, ან დრო ამაში დავკარგოთ. დღეს ვარ დარწმუნებული აბსოლუტურად, რომ იყო ზეპირი განათლება, აი საზეპირო იყო სკოლა ჩვენ. და ამას არაფერი არ გააჩნდა ორგანული, თუმცა საინტერესო არის ის, რომ თუმცა იგივე სკოლიდან მე მახსოვს უამრავი პედაგოგი და ძალიან მიყვარდნენ ეს მასწავლებლები, ძალიან მიყვარდნენ და ძალიან საინტერესო იყო მათთან კომუნიკაცია და გაკვეთილი, აი მაგალითად ფრანგული ენის მასწავლებელი ფრანგულ მინიატურებს გითარგმნიდა და ყოველ გაკვეთილის შემდეგ ხო რა თქმა უნდა იყო საინტერესო ინდივიდუალური შემთხვევები და საერთოდ მიმაჩნია რომ ცუდი ტონია ხა ამ მანძილიდან ვიღაცებს შეეხო ხერხულია ძალიან მაგრამ ზოგადად თუ სისტემას ავიღებ იყო საზეპირო აი ეს ზეპირი სწავლება აი გამახსენდათ ხო ეხა რო საუბრობდი საზეპიროებით იყო ძირითადად სავსე და გვახსოვს ფერიც კი მახსოვს ქართული ლიტერატურის წიგნებს ახლა ქრესტომატიის სახელმძღვანელოები და გვინდა არ გვინდა იმით უნდა გვეხმძღვანელა ანუ ჩვენი არ უნდა დაგვეწერა ხო და რეალურად იქედან უნდა დაგვეწერა რაღაცები იქედან უნდა გვესწავლა ის განმარტება უნდა მიგვეტანა ისევ სკოლამდე და აბსოლუტურად გეთანხმები რომ საზეპირო იყო რეალურად რასაც მოგცემდნენ, რა ინფორმაციაც იყო, ის ინფორმაცია უკან ბრუნდებოდა. მოყოლის დონეზე. მე გახსოვს რაღაცა ბულინგი იყო სკოლაში, იცი? ოღონდ ბულინგი იყო პედაგოგების მხრივ. ხო, აი. პედაგოგები ღიად აყენებდნენ შეურაცხყოფის მოსწავლეებს, ეძახოდნენ, სად გაიზარდე, რას გავხარ და რომ აკეთებ შედარებას იმ პერიოდის კომუნიკაციას ბავშვებთან და დღეს რომ შედიხარ კლასში აბსოლუტურად განსხვავებულია და გეხოცებ მომიყევი მაგის შესახებ. აი, როდესაც მე უყვები ჩემს ბავშვებს ამ კონკრეტული ფაქტების შესახებ, მათ არც კი ჯერა და აი ვერ წარმოუდგენია. ვერ წარმოუდგენია და მართლა ძალიან მაგარია და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ძალიან გავიზარდეთ და მსგავსი ფაქტები აღარ არსებობს საერთოდ და ამათვე ეს ძველი რეალობა არიციან და რაღაცა გამოვედით და სხვა ლეველზე გადავიდა ერი ესე რა ვთქვათ, იმიტომ რომ იყო ხო ფაქტია, რომ ჩვენ ასე ვცხოვრობდით და ეს ჩვენ ნორმა გვეგონა. ჩვენი თაობის ბავშვებს ეგონა ნორმა ხო? რეალურად ამ ბულინგის მსხვერპლი რეალურად ყველა ვიყავით, იმიტომ რომ ეს კლასში ხდებოდა ხო, აუდიტორიაში ხდებოდა და ძალიან მიხარია, რომ ამ თაობისთვის ეს არის რაღაცა აი რა იცი რა, გონიათ რომ სადღაც რაღაც ხაპარს უყვები და აბსოლუტურად შეიცვალა რადიკალურად დამოკიდებულებები. მაგალითად, ახლა მქონდა ასეთი შემთხვევა, რომ დავნიზლავდით რაღაცაზე კლასში და ნუ მე წავაგე, ესე რომ ვთქვათ, წყალებში და ნიზლავ იყო ასეთი, რომ თუ თქვენ არ აღმოჩნდებით სწორედ, ჩვენ შეგღებავთ თმებს ლურჯად და გავიხედე საღამოს კარებზე ზარია, მოდის ჩემი მოსწავლეები, მოდიან ჩემი მოსწავლეები და ნუ მოკლედ იქ გამაღიავებლები ლურჯით, და ნუ ვიარე, კარგახას ლურჯით მით. და ნუ აგიღებს სერიოზულად. კი რა, მოსულა უკვე რა ბჭყალებში რომ ვთქვა. აი ტრენდებს ვიღებთ ერთად. TikTok ტრენდებს და ნუ მოკლედ არ ვიცი ახლა 2 დღის წინ გადავიღეთ შემიჭამენ ინომას ნუ რა უნდა ვქნა ეუნები და თქვენ რომ ჩემი ცხოვრება მეკუთვნის მე და დანარჩენს ჩვენ ვიტყვითო და დანარჩენი რა უნდა თქვათ მათი და ჩვენი ცხოვრება გეკუთვნოდა შენ სანამ გაგვიცნობდი ჩვენ და ნუ მოკლედ ნუ კარგით მე ვუთხარი და გადავიღეთ და საბოლოო ჯამში კი ახუნა როგორ ახარ კაი ხარ აი ეს დაბალანსებულია დღეს თუ იგივე კონკურენტული გარემო. რატომ ამას ჩემს ნათესავს ყავდა ამ ერთ პერიოდის საზღვარგარეთ ასწავლიდა ბავშვებს, უნდა აღარ დავასახელებ რომ ქვეყანაში. და რო ჩამოვიდა განსაკუთრებით დაწყებით კლასებში აღმოჩნდა რომ პრაქტიკულად ეს კონკურენციის მომენტი იყო აი რაღაცა ძალიან განაღმული, განეიტრალებული. ანუ ბავშვები ვერ გრძნობდნენ რომ იყვნენ ერთმანეთთან კონკურენციაში. აი სიმართლე გითხრა პრაქტიკიდან გამომდინარე რაღაც ეს გარემო უკვე აღარ აქვს. შეიძლება ჩვენი პერიოდის მოსწავლეებში იყო, იმიტომ რომ არ იყო ამდენი ასე რომ ვთქვათ გასაქანი, გაცვლითი პროგრამები, ამდენი სასწავლებელი ამ ეტაპზე არ შეინიშნება ამ დოზის კონკურენცია. მოგზავნით, გაიარეთ, არ გამოჩნდებით ახლა ბოდიში. აუ, ხელაგზიდან დაარტყა. მადლობა.
არ არის ამ დოზის კონკურენცია, ესე რომ ვთქვა და სადღაც მიხარია კიდეც რა, არ აღიქვამენ, ვიღაცა მიდის აბარებს თავისუფლებაში, ვიღაცა მიდის ილიაში, ვიღაცა მოდის ჩვენთან შოთაში აბარებს. ანუ ბევრია სივრცე, ერთმანეთის კონკურენცია დიდად ამათ აღარ აწუხებს და ნუ რეალურად კარგიც არის და ჯანსაღია. ერთხელ ესეთ შეხვედრაზე ვიყავი, ცნობიერების ამაღლების მიზნით საკონსტიტუციო სამართალში მუშაობდი ერთ პერიოდში და ხვდებოდით არაჩვეულებრივი პროგრამა იყო მოსწავლეებს. და ესეთ რაღაცას წავაწყდი ბიჭებო. მოკლედ შევხვდით მე-7 მე-8 კლასს, ხო იცი, ბიჭი რო სიმწიფის ასაკში შედის და გოგოები რომ უკვე გაბრანჭულები არიან. ხო და ესე იგი მახსოვს, რომ ტყუპი ძმები იყვნენ ძალიან საყვარლები. და ეს ხმამაღლა განაცხადეს, როდესაც რაღაც ძირითად ნაწილს მოვჭით და გავაცეთ რაღაც ინტერაქცია რო დაიწყო, თქვენს რომ ჩვენ რო გვაქვს გადაწყვეტილი გავხდეთ მზარეულებიო. და უცებ მე აი რაღაც იმ პერიოდის ადამიანი, სადაც აი ლამის სირცხვილი იყო და რაღაცა დამაკნინებელი პროფესიები არსებობდა, ვუყურებ ორ ჯამრთელ ახალგაზრდას აბსოლუტურად ჯამრთელს, ძალიან საინტერესო ვიზუალით, ძალიან ისეთ განათლებულ ბავშვებს, რომლებიც ამბობენ, რომ გვინდა გავხდეთ მზარეული. და მაშინ მივხვდი, რომ ეს მენტალური გარდატეხა, სასარგებლო გარდატეხა რეალურად მოხდა. აბსოლუტურად გეკითხავ. სკოლასა და ის სკოლასაც რო გვეტყოდნენ მაგალითად ხო რო გვეტყოდნენ რომ შენ უნდა იყო პირობითად ექიმი უნდა ჩააბარო ამაზე ხო მიყვებოდი რაღაც მშობლის რჩევაც არ იყო რა ეს რაღაცა დირექტივა იყო და ძალიან იშვიათად ვიღაცა თუ მიდიოდა მისი სურვილით რაღაც პროფესიაზე და ეს თაობა ჩვენი თაობისგან იმით განსხვავდება რომ აბსოლუტურად ყველა მიცის რა უნდა თუ აბარებს თუ არ უნდა უნივერსიტეტი, აი იგივე მზარეულის კეისი ავიღოთ. იცის, გარკვეული აქვს, სად არის კარგი კურსები, სად არის უკეთესი პირობები და გათვითცნობიერებული აქვს, რას აპირებს და რისთვის აპირებს და ესენი არ ელოდებიან ზუსტად იმ მომენტს, რომ როდის გატკბილდება ეს ჩემი ცოდნა. ახლა იყენებენ, აქ იყენებენ, აი დღევანდელ დღეს მიყვებიან. ახლა აქ ამ ვითარებაში. ასავლი ინგლისური ენას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი პედაგოგი. ინგლისურ ენას და სამოქალაქო განათლებას. ეს სამოქალაქო განათლების ნაწილი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, იმიტომ რომ ის არის ახალბედასაგანი პრაქტიკულად. და ჩვენ საზოგადოებაში გაჩნდა ეს კულტურა, რომ ბავშვებმა ისწავლონ სამოქალაქო განათლება. ნინო, გეხვეწებით განმიმარტე, რას მოიაზრებს სამოქალაქო განათლება? რა არის ეს საგანი, როდესაც შედიხარ, რას ასწავლებ ბავშვებს ამ დროს? ნახეთ აი კომპლექსურად იმდენად ბევრ რაღაცას მოიცავს, ახლა ვეცდები რომ რამენაირად მივიდე კონკრეტულ პასუხთან ძირითადი არსი. მე ვფიქრობ და ძალიან მიყვარს ეს საგანი და რეალურად საიდან მივიღე გადაწყვეტილება რომ გავხდარიყავი სამოქალაქოს პედაგოგიც, მქონდა საშუალება 2013 წელს შტატებში გამევლო ამერიკის ალჩოს პროგრამა იყო ესეთი პროექტი ჰარმონია ინგლისური ენის სამოქალაქო განათლებით, არაჩვეულებრივი პროგრამა, train the trainer კურსი იყო, ტრენერთა გადახარისხების და რო ჩამოვედი შემდეგ ძალიან მაინტერესებდა და ბევრჯერ ვიმუშავე ამ მიმართულებით. თუმცა მინდოდა რომ ჩვენი ქართული სერტიფიკატიც მქონოდა რა და რეალურად მართლა იმდენ საგანს მოიცავს, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს საგანი უნდა გახდეს რაღაცა ამოსავალი წერტილი, რაღაცა ღერძის სწავლების და ვეცდები ახლა კომპლექსურად ანუ ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი საგანია საშუალო განათლების დროს. აუცილებელია. მე სიმართლე გითხრა, ძალიან გულწრფელად პირველად მაქვს გამოცდილება, რომ ვარ დამრიგებელი და ჩემს სადამრიგებლო კლასთან მივხვდი, რომ მარტო ინგლისური ვერ მომცემდა იმის საშუალებას, რომ ყოფილიყავი ახლოს. და დამრიგებლობა ხო საერთოდ ცალკე თემა, ეხლა გადავდივარ, მაგრამ ზუსტად ჩემი სადამრიგებლო კლასის გამო გადავწყვიტე, რომ ჩამებარებინა ეს საგანი და მე და საზოგადოება დაწყებით კლასში მათთან ერთად მეც გამევლო და ერთად გამეცნო ეს ბავშვები და რაღაცა ერთად მეკეთებინა. ძალიან ბევრ სექტორს მოიცავს. სამოქალაქო პასუხისმგებლობას უვითარებს. ნახეთ, მოქალაქეს აყალიბებს. ჩვენ ახლა ამ პროექტის ამ საგნის ფარგლებში პროექტი გავწერე შარშან განათლების სამინისტრო აფინანსებს ძალიან სერიოზულ და საინტერესო პროგრამას. ეს არის პროექტი ჩემს გაკვეთილზე და მადლობა უფალს მეორე წელია გამარჯვებულები ვარ და ძალიან
დიდ საშუალებას მომაძლევს, რომ გავშალო რა, ჩემი გაკვეთილები და პროექტი გავწეროს, რომ იყოს საინტერესო. რას მოიაზრებსო, როგორ გკითხებით, ახლა ჩვენ გვაგაწერილი, მაგალითად შაშან ქონდა გასეირნება ბათუმის ქუჩებში. ესეთი თემა და იქ იმდენ რაღაცას აწვდი ბავშვებს აყალიბებ ქალაქელად, მოქალაქედ, ბათუმელად, რომ წარმოვიდგინოთ მეოთხე კლასელმა უკვე იცის, რომ ბათუმში გვაქვს ცისტერნები, ნობელი ძმები აქ ცხოვრობდნენ, რაბინა და თაგორი ცხოვრობდა აქ და ცხოვრობდა იყო ბოდიში, ჩამოვიდა და მოინახულა რობერტ კაპაიციან, ვინ არის სტაინბეკი იციან, რომ ქობულეთში იყო და იქ ჩემო ბავშვებმა ისიც იციან, რომ ამოატრიალა და ისინი დოლებზე დაუკრა ქართველებს. ეს საგანი გაძლევს პარალელურად იმპროვიზირების საშუალებას. იმპროვიზირების საშუალებას დიახ და იცით რა არის და თან ეს საგანი მე მაძლევს საშუალებას, რომ მშობელი როგორც რესურსი, ჩემს გვერდით დავიყენო და კი ვიძახით ზოგადად გლობალურად მშობელთა ჩართულობა აუცილებელია, მშობელთა ჩართულობა აუცილებელია, მაგრამ ჯერ რეალურად ამას ვერ ვახერხებ და მომცა ამ საგანმა საშუალება და მე მყავს აი არ ვიცი არაჩვეულებრივი მშობლების თელი ჯარი ჩემს ადამიანებო კლასში, აი თამნა როგოლიძე მეხმარება ზუსტად ამ ქალაქის ისტორიების მოძიებაში, ნუ მე ჩვენ ენობრივად ვამუშავებთ და სტრუქტურას ვაძლევთ. ეს არის საგანი, რომელიც გაძლევს საშუალებას გაზარდო მოქალაქე. თუ რა თქმა უნდა ამ საგანს სწორად წაიყვან და რაღაც მარტო დავალების მიცემა და ინფორმაციის გაცვლა გამოსვლის საშუალებით დონეზე არ დავტოვებთ რა. აუცილებელია არაფორმალური განათლების ელემენტები ჩართვა ამ ყველაფერში და ნუ სასწაულის საგანია რა. იქ თემებია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რითი უნდა იკვებო, როგორ უნდა იცხოვრო, ჯანსაღი ცხოვრების წესი რა არის, ნუ სასწაული ამბებია და გაძლევს საშუალებას მართლა რომ გაზარდო მომავალი მოქალაქე და მე ვფიქრობ, რომ აი მეტი კონცენტრაცია უნდა მოხდეს ამ კუთხით და მეტი ფოკუსი უნდა გაკეთდეს ამ საგანზე. უნდა მოხდეს აი შტატებში მქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენ ინგლისური ენიდან და სამოქალაქო განათლება რაღაცა ინტეგრირებები უნდა მოხდეს, რაღაც საგნებთან ერთად დაუშვათ. აი ხა შორს თუ არ წავალ, მაგალითად რა შეიძლება გავაკეთოთ, ხო? მაგალითად პირობითად ფაქტობრივი ინფორმაცია რო არ მიაწოდებდა ბავშვისთვის იყო საინტერესო, მაგალითად წმინდა ნინო შემოვიდა საქართველოში და გააქრისტიანა საქართველოში და რა 21 საუკუნის ბავშვს შეიძლება ეს ფაქტი სულ აღარ აინტერესებს და რა მოხდა და შეიძლება არ იყოს დიადი ამბავი მისთვის. მაგრამ აუცილებლად დაინტერესებს მას, რომ ჩვენ ვიცით რომ მემატიანები გვეუბნებიან დაახლოებით 12-დან 14 წლამდე იყო, ხო? წმინდა ნინო რო შემოვიდა საქართველოში და დაინტერესებს ქალი აქტივისტი. ქალი მარტო მოგზაური. როგორ აი ხა 21 საუკუნეში ასეთ პატარა ბავშვი ვერ იმოგზაურებს და მაშინ იმ პერიოდში როგორ იმოგზაურა? ხო, ფაქტობრივად აქტივისტი იყო და მოუწოდებდა, ხო, რაღაცა გაეკეთებინა. აი ქალთა უფლებები დღესაც კი დასაცავია, მაგრამ მაშინ ეს პატარა გოგო შემოვიდა და ამ კუთხით უფრო საინტერესო იქნება. აი ამის საშუალებას მაძლევს მე სამოქალაქო განათლება, რომ მე სხვა რაკურსი, სხვა ჭრილში დავანახო, მოსწავლეს ვიღაც პერსონაჟები, თუნდაც შუშანი კი ისწავლებოდეს თუ არ უნდა ისწავლებოდეს, გაჩნდა გახსოვთ თქვენ თელი ამბავი და ჰაგიოგრაფიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ჩვენ უნდა შევცვალოთ უკვე მიდგომები. რას ფიქრობ, აი ანალიტიკური აზროვნების ნაწილში როგორი თაობა გვყავს? ძალიან ხშირად ისმის გადაჭარბებული ქება, ცოტა ფანატიკური, აი ისე და ძირითადად გადაჭარბებული უარყოფითი შეფასება ახალი თაობის. ყველას ავიწყდება, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ახალი გამოწვევებით, სხვა სიახლეებით და არ არის მათი არც ასე გადაჭარბებული ქება საჭირო და არც ლანძღვა. რა თქმა უნდა. შენ რას ფიქრობ, რას მეტყვიება ბავშვებზე რომელთანაც? ჩვენ ხო გვახსოვს და გვისწავლია სკოლაში მამათა და შვილთა ომი იყო, ხო? ჩვეულებრივი ამბავია და რაღაცა თაობა რო იცვლება. ისე რა, აი რა საინტერესო, სულ ამბობენ მამათა და შვილთა. ხო. იმიტომ რომ როგორც ჩანს ქართულ საზოგადოებაში მაინც ეს მამასთან კონფლიქტი არის აფილირებული. აი, იმიტომ გამახსენდა ხა წმინდა ნინო მაგ კუთხით, რომ ქალი პატარა შემოვიდა და ფაქტობრივად მოგვიწოდა, ხო, რაღაცა გაეკეთებინა და მეფე დაიმორჩილა, ხო? ფაქტია. ფაქტია. იმ პერიოდში, ხო? რეალურად თაობა ყოველთვის განსხვავებული იქნება. ეხლა თუ განათლების კუთხით მიუდგებით, ნახეთ, ჩვენ ვართ ეხლა ეპოქაში, რომელიც არის აი ომი გამოგვიცხადა ხელოვნურმა ინტელექტმა. პედაგოგებს პირდაპირ გამოგვიცხადა ომი, ხო? თუ მე არ შევცვალე მეთოდები და თამაშის წესები შეიცვალა. თუ მე ამ თამაშის წესებს მეც არ მოვერგები და არ ავყვები, ხო, მე უკვე დავკარგავ რაღაც თაობის დიდ ნაწილს და რას გულისხმობ ახლა იმედია
დავკონკრეტდები გასაგებად. ნახეთ მაგალითად თქვენ თქვით რომ კრიტიკულ აზროვნებას თუ ვასწავლეთ, მან და ვართ უკვე ითხოვს ეს თაობა ჩვენგან კრიტიკულ აზროვნებას, იმიტომ რომ ფაქტობრივი ინფორმაციისთვის მე აღარ ვჭირდები. დაგუგლა, დასერჩა და 2 წუთში ჩემზე მეტი ინფორმაცია მოიწია. ენებს გადასარევად ფლობენ, იმიტომ რომ ახლა ჯეტიას თაობაა და ჯეტიას ვეღარ ვეომებით, ხო? ჩვენ მასწავლებლები, იმიტომ რომ უფრო აინტერესებს. იქ მეც საათს ატარებს, ვიდრე ჩემთან ერთად და ვიდრე ჩემ საგანთან ერთად, ხო? ფაქტია, ომში ჩავერთეთ ჩვენც და თამაშის წესები უნდა შევცვალოთ. ანუ რას გულისხმობ? მაგალითად, ხელოვნურმა ინტელექტმა დავალება რო შეუსრულა, ხო? მე კრიტიკული აზროვნება როგორ განუვითარო, მე ხო ვიცი რომ იმ ესეს თვითონ აღარ დაწერს. მოდი გავაკეთოთ რახან გამახსენდა მივცეთ დავალება პირობითად იგივე სამოქალაქო სექტორში შეიძლება დიალოგი შუშანიკს და წმინდა ნინოს შორის, ხო? როგორც ორი ქალი. ხო? ერთს რა მიზანი ქონდა, მეორეს ამზანი. იწყებს უკვე ფიქს, ხო? ნუ თუ დაუწერს დაუშვათ ხელოვნური ინტელექტი, იქ ვერ ჩაუშენებს ბევრ რაღაცას და მაგაც არის ერთი მომენტი, რომ იმ ხელოვნურ ინტელექტს სწორად უნდა დაუსვა შეკითხვა. და ზუსტად ამიტომ ჭირდებით და ჯერ კიდევ ფუნქციურია პედაგოგი, იმიტომ რომ სწორად უნდა დაასმევინო, კითხვის სწორი დასმა უნდა ასწავლო და ამისთვის ვართ ჯერ და კრიტიკული აზროვნებისკენ უნდა წავიყვანოთ მაინც ეს ბავშვები და ჩვენ უნდა რაღაცნაირად ეხლა უკვე ამ ფერხულს უნდა აუწყოთ რამენაირად ეს ტემპი და ჩვენც უნდა შევცვალოთ და დავალებები შევცვალოთ. მაგალითად მარტივ რაღაცა გამახსენდა ეხლა უცხოენის წიგნში გვაქვს კოკაკოლას რეკლამა და დავალებაა რომ დაწერე მსგავსი ტიპის რეკლამა, ხო? ეხლა ამ თაობის ბავშვისთვის 1 წუთის საქმეა, კლოდში ჩაწერს, ChatGPT-ში ჩაწერს, ხო? მაგრამ თუ შენ ეტყვი რომ აი როგორ დაწერდა პირობითად ილონ მასკი ამ რეკლამას, ან თუნდაც სტივ ჯობსი როგორ დაწერდა, ხო, უკვე დამთავრდა, იქ კრიტიკული აზროვნების ელემენტები იწყება და ყოველთვის მასწავლებელმა სუბუქად რო ვთქვათ, ესე გადატანითი მნიშვნელობით უბიძგებ, აიძულებ რომ იაზროვნოს. აი ნუ აღარ უნდა მივცეთ არც ფაქტობრივი დავალება, რაღაც ფაქტებზე დაფუძნებული და საინფორმაციო მარტო ინფორმაციის მოძიებას დაფუძნებული. ლაპარაკობენ ახლა რომ არის მომხმარებელი საზოგადოება 21 საუკუნის საზოგადოება. რატომ, ხო? ბავშვი სწავლობს გამოყენებას, როგორ გამოიყენოს ინტერნეტი. როგორ ისარგებლოს ხელოვნური ინტელექტით. როგორ ისარგებლოს სერვისით. მაგრამ ალბათ მიუხედავად იმისა, რომ ესეც გარკვეულ გონებრივ შესაძლებლობებთან არის კავშირში, რასაც ლაპარაკობ ანალიტიკურ აზროვნებას. ნუ, როდესაც შედიხარ სამყაროში, სადაც ჩვენს ნაცვლად სხვები აკეთებენ რაღაცებს, ეს სხვები არის უსულო საგნები. ცოტა ალბათ გამოწვევა არის. მაგრამ საინტერესო არის რა, იცი, თუ გავიხსენებთ თაობას, რომელიც შედიოდა პედაგოგის შედიოდა კლასში და ეს იყო რაღაც ცოდნით სავსე ადამიანი და ყველა ბავშვი მას ყურებდა, რომ აი ახლა მისგან მიიღო ცოდნა, დღეს ამ ბიგ საკითხებში ბავშვები გვასწავლიან აქ. აი ამ პრობლემაზე მელაპარაკე. ძალიან კარგია და მაგას ვამბობ, არ უნდა შეგვაშინოს. კარგია ეს გაჩნდა. რა ფაქტორია, როდის შედიხარ და ხვდები რომ აი ამ შემთხვევაში ბავშვი შეუძლია რაღაც გასწავლოს. ნახე, დრო დაჩქარდა და დროს დავკარგავთ ჩვენ რაღაცებს. ჩვენ რო ბიბლიოთეკაში მივიდეთ და 6 საათამდე გადაშლი წიგნ და მუშაობდით და რა ვიცი, იმას ვაკეთებდით ჩანაწერებს. რატო უნდა დაიკარგოს ეს დრო? თუ მე გამიკეთებს პირობითად ხელოვნური ინტელექტი რაღაცას უფრო სწრაფად, ხო? გამიკეთოს რა პრობლემა, ოღონდ სწორად გავაკეთებინო და კიდევ ერთხელ ამბობ. ეს კიდევ ცალკე უნარია, კონკრეტული შესაძლებლობები. დიახ, და იქაც ხელოვნური ინტელექტთან რომ ურთიერთობა სწორად უნდა დაუსვა კითხვა, სწორად და რატომაც არა მოიგოს დრო, გააკეთოს იმ დროში კიდევ სხვა რაღაცას გააკეთებს, უფრო ფუნქციური იქნება, სხვა რაღაცას მოერგება. პირობითად, როდესაც აძლევ პროექტს, ახლა ის პროექტი ამიწყო ამაზე, ასე ფიზიკურად ვერ გააკეთებს, ხო? შენი საქმეც გაქვს და ისიც კარგია, რომ ერთ-ერთი tools, რასაც ქვია, ხელსაწყო და იერარქია და კარგად გამოიყენონ რა. ცოტა გაურთულოთ, შეუცვალოთ, ხო? სკოლებში როგორ დგას აი ამ პატრიოტიზმის თემა, ნინო, ძალიან მიჭირს დღეს. რანაირად უნდა გაუკეთო ბავშვის მოტივაცია. მით უმეტეს ჩვენ ვართ კიდევ ერთხელ შევეხები იმ სკოლიდან წამოსული, სადაც ეს პათოსი, ეს ლექსის ეს რაღაცები დღეს ყველაფერს წერენ აბსოლუტურად. და საერთოდ სადაო თემაა რამდენად არის საჭირო, იმიტომ რომ მაინც გლობალური გარემოა, გლობალურ ქსელში ვართ ჩვენ ყველა აბსოლუტურად. დღეს რა სხვაობა უნდა გააკეთო, ანუ როგორ უნდა შეადარო უბრალოდ, როგორ უნდა გააკეთო პარალელი, როდესაც აი აქ არის კავშირგაბმულობის შენობა, ყოფილი კავშირგაბმულობის შენობა და აქ რო ჩაივლიდი რამდენიმე ათეული წლის წინ, სულ ისმოდა ხოლმე
ჟეტონებით საუბარი ტელეფონს. კი, მეც მაგას გამოცდილება რეკავდით ხოლმე. ისტერიული ხალხი რომ შედიოდა, სულ აგერახლა იყო, რომ შედიოდა, ხო გახსოვს? და უცებ აი ხა დარეკავ ვიდეო თვალით ამერიკაში და ესაუბრები ადამიანს. ხო და ხო კარგია და ეს ტელეფონიც უნდა გამოიყენო გაკვეთილზე რეალურად და გამოიყენე რა პრობლემა. მე შემიძლია ერთი ფაქტი მოვყვე, როდესაც ჩვენ ტრენინგი გვიტარდებოდა იგივე ვერმონტის შტატში, გვითხრეს რომ აი დღეს ჩვენ გაჩვენებთ რომ როგორ ვასწავლეთ ბავშვებს ღირებულებებს და აი დღის ბოლოს წაგიყვანთ და რაღაცა და ვისაუბრეთ მე მგონი ჩვენ ამაზე და იყო ესეთი მომენტი რომ ველოდით რაღაცას და მიგვიყვანეს საღამოს და გადმოვედით ახლა ეს ქართველი პედაგოგები და ველოდებით და ისინი ელოდებიან ჩვენგან რეაქციას და ჩვენ ვერ ხვდებით რაზე უნდა ქონდეს რეაქცია. და რეალურად ნახე ძალიან ეწყინა კოორდინატორს რომ ეს არისო ჩვენიო ვერმონტის შტატში 200 წლიანი ხიდი, ხის ხიდი და თქვენ რატომ არ გქონდათ ეს აღფრთოვანება, ხო? რეალურად ეს ერთი მონაკვეთია რომ ჩვენ არ გქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა საუბარი არის სამხატვრო განათლების დიახ, ავკარგიანობაზე კურსზე. და აი ზუსტად მან დავართ რომ ჩვენს სისტემას ამოწუთას აკლია რა იცით არაფორმალური გარემო განათლებისთვის გარემო არ გვაქვს შესაბამისი ეს აუცილებელია იმიტომ რომ იგივე ჩვენს ხო შეგვიძლია გავაკეთოთ პროცესი რო უფრო ცოცხალი უფრო ცოცხალი პატრიოტი გაიზრდება როდესაც მე წავიყვან და იგივე მე 12 საუკუნის თამარის ხიდან მივიყვან და მრავლადმა გაგერ აჭარაში მივიყვან და ვაჩვენებ და ვეტყვი რომ აი იქედან მოყოლებული მე და ამდენი წელს რეალურად ავთენტურ გარემოში უნდა ვაჩვენებ გამოფიტული თუ არის უშუალოდ ასე ვთქვათ იმ სივრცეებით სადაც პედაგოგს ექნება საშუალება ბავშვი უფრო ორგანულად ჩართოს პროცესში და უფრო ცოცხალი იყოს ალბათ ზართულია გამკლავდე თეორიით მაგრამ არაფერი არაა შეუძლებელი და ნახეთ ჩვენ ეს უკვე მოგვეთხოვება იმიტომ რომ ამ 4 კედელში უკვე ინტერესის სფეროს კარგავს ბავშვი და ფაქტია ნახეთ ფორმულირება არსებობს სკოლა ოჯახის საზოგადოება მე ვიტყოდი ოჯახის სკოლა საზოგადოება მე თუ არ დამიდგა ოჯახი გვერდით რეალურად მე ვერ მოვახერხებ ამ სეგმენტების ჩართვას და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მართლა გამმართლა ჩემს ადამიანებულ კლასში ინიციატივა როგორც კი ვიტყვი მშობელი გვერდით დგას ჩვენ საფეხმავლო აქტივობები გვაქვს ძალიან ბევრი აი ახლა იმ ქუჩაზე რომ გამოვიარეთ და გითხარით თუ აქ ბევრი საკონსულო იყო თქო ხო ბათუმში თავის დროზე ევროპული და ამერიკის საკონსულოც ქონდა ჩემო ბავშვებმა უკვე იციან ეს აი ზუსტად ამ საფეხმავლო აქტივობებიდან გამომდინარე და ნუ ძალიან ბევრი ესეთი ინფორმაცია შეიძლება ამის გაკეთება ძალიან მარტივად ეს ჩვენი ფუნქციაცაა ეხლა გამახსენდა დათო ევგენიძეს ლექსები მომწონს ძალიან პატარ-პატარა ლექსები აქვს თუ სიტყვების კოლოკაციები მოწასალე აი ზუსტად ესეთი აქვს ერთ-ერთი ფრაზა გამახსენდა მომეხმარე ვერი ამთავრებს და ეს ხმარე ხო ეს ნოტირე ვიცით ახლა რომ მუსიკაში გვაძლევს დრაივს რაღაცას ხო ისე ძალას ენერგიას ზუსტად ეს რეხმა უნდა მივცეთ ჩვენ მასწავლებლებმა ბავშვებს თორე დანარჩენი მე რო ვეტყვი რომ მომიძებნე პირობითად ილია ჭავჭავაძეზე ინფორმაცია იმდენი დასერჩოს და მოიღო შეიძლება მეც არ მქონდეს წაკითხული ხო მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ეს ენერგიის მიმცემები რაღაც დინამიკის შემტანები რაღაცა აი ემოციური ინტელექტი წამოვიდა ბოლოს წინა პლაზად საუბრობთ უკვე ამაზე აი ზუსტად საფორცერი რა ქართულად აი მხარდამჭერი უნდა იყოს მასწავლებელი და აი ბიძგის მიმცემი რა ძირითადად ჩვენ უკვე ემოციებზე უნდა გადავიდეთ აი ეს რეხმა უნდა ვიყოთ ჩვენ მასწავლებლები დანარჩენი ინფორმაციის მიწოდება ესე ცენტრისტული დაფასთან რომ ვდგავართ ხო და ვუზიარებთ აღარ გისმეს ის 40 წუთი ამ ძალიან საინტერესო საკითხით მივუახლოვდით გადაცემის მიწოვს და მიუხედავად იმისა რომ მე ამას ვცდილობ ხშირად არ გავაჟღერო ანუ გულისხმობა ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს რაღაც უნარჩვევებით იგივე ემპათიით იგივე საკითხების გლობალური გაანალიზებით ახალი თაობა ძალიან მაგარია და ძალიან მომწონს და მიუხედავად იმისა რომ შეფასება კონკურენტიანი აი რაღაც ჩვენ გვჯობია ესეც ხო რაღაცა ერთგვარად კონკურენტისა მაგრები არის. ძალიან მაგრები არიან და უნდა გჯობდნენ და რეალურად ამისთვის ვიღწვით რომ გჯობდნენ და რაღაცა აუცილებლად. და
ეხლა მახსენდება ხშირად მე უკითხიათ რომ აი ამდენი რატო და ეს რატო უნდა ვისწავლო ესაგანი და სწორ კითხვებს და სწორ პრიორიტეტებს სახავენ და ძალიან სწორად მიდიან რა, კარგი მიმართულება აქვთ აღებული და ხშირად ეხლა გამახსენდება ბიბლიური სიბნე რომ მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებსა და ეხლა ისეც ნუ ვიზამთ რომ აი ის ჩავყარე, ისაგანი ჩავყარე, ისაკითხი და რაღაც ამბავშოს მართლა წუხილი გამომრავლოთ. თუმცა მანდაც მაგ წუხილის დროს კითხვები მოდის ძალიან ბევრი და ბოლოს მაინც ოდეს ვიკლი რა არის სიბრძნე, ანუ სიბრიყო, ნახე სიბრძნე სიბრიყვეზე უპირატესობს, მაინც ამბობს ხოლმე სოლომბძენი და ალბათ მაინც განათლება არის გამოსავალი და ხსნა განათლებაშია და ალბათ მაინც ეს სიბრძნე გადაარჩენს ამ თაობასაც. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ნატო გელაძეს, ჩემს მეგობარს, რომელმაც გაუწია იმას რეკომენდაცია რომ უკითხე რომ ვინ უნდა ჩავწერო პედაგოგი, მეთქი პირდებით რომ ძალიან ხშირად მეყოლება პედაგოგები უახლოეს მომავალში გადაცემაში, ჩემს სტუმარი იყო ნინო მაისურაძე. ნინო ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბიჭებო და ახვამდის.